წარმოიდგინე, რომ ყოველდღე როცა მიირთმევ საკვებს შენი კუჭი და ნაწლავები მძიმე დატვირთვას იღებენ წლების განმავლობაში, ამ სისტემაში გროვდება ნარჩენი ნივთიერებები, ტოქსინები, უსარგებლო ბალასტური მასა, რასაც ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ის ნელ-ნელა წამლავს ორგანიზმს. სწორედ ამ დროს ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ენერგიის დაკარგვა, კანის გაუარესება, საჭმლის მონელების გაუარესება, იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი თავის ტკივილები, გაბერილობა, მუცლის არეში, სიმძიმე გაწუხებს, ხშირი დაღლილობა გაქვს და ვერ ხვდები რატომ, როცა ჩვენი კუჭნაწლავის სისტემა დაბინძურებულია, ორგანიზმი ვეღარ ახერხებს საკვები ნივთიერებების სწორად ათვისებას და ეს მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მეცნიერები თვლიან, რომ ნაწლავები ჩვენი მეორე ტვინია, მათში მილიონობით ნერვული უჯრედია, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენს განწყობას, ენერგიას და იმუნურ სისტემას. სწორედ ამიტომ მათი რეგულარული გაწმენდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრებისკენ. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ბუნებრივად და უსაფრთხოდ გავიწმინდოთ კუჭნაწლავის სისტემა, ისე რომ გაჯანსაღდეს ორგანიზმი და მივიღოთ მსუბუქი ენერგიული მდგომარეობა. უპირველესად უნდა გავიგოთ, რომ კუჭი და ნაწლავები არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე აგებენ პასუხს, არამედ მათზეა დამოკიდებული ვიტამინების, მინერალების ათვისება, ჰორმონების ბალანსი, ნერვული სისტემის მდგომარეობა და იმუნური პასუხები. როცა ისინი დაბინძურებულია, ორგანიზმში იწყება ქრონიკული ანთება, რაც ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს, მათ შორის გულსისხლს, ძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, დეპრესიას და სიმსუქნეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროულად მივხედოთ ამ სისტემას. პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯი არის სუფთა წყალი, საკმარისი სითხე, ყოველდღიურად ეხმარება კუჭნაწლავის ტრაქტს სწორად ფუნქციონირებაში, ტოქსინების და ნარჩენების გამოდევნაში. დილას დაიწყე ერთი ჩიქა თბილი წყლით, ლიმონით, რაც ბუნებრივად ასტიმულირებს მონელებას და ნაწლავების მოძრაობას. დღეში აუცილებელია მინიმუმ 2,5 ან 3 ლიტრი წყლის მიღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წყალი იყოს სუფთა მინის ან უჟანგავი ფოლადის ბოთლიდან და არა პლასტმასის. მეორე ნაბიჯი არის ბოჭკოვანი საკვები. ბოჭკო არის ბუნებრივი სკრაბი ნაწლავებისთვის, რომელიც ასუფთავებს მათ ნარჩენი მასისგან. იდეალურია შვრიის ფაფასელის თესლი, ჩიას თესლი, ვაშლი, ქათო, ავოკადო, მწვანე ფოთლოვანი, ბოსტნეული წიწიბურა. ეს პროდუქტები ყოველდღიურად უნდა იყოს რაციონში, რათა ბუნებრივად გაწმინდოს ნაწლავები და ხელს შეუწყოს რეგულარულ განავალს. მაგალითად, დილას შეგიძლია დაიწყო შვრიის ფაფიცელის ან ჩიას თესლით და მწვანე ხილით. მესამე ნაბიჯია ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობს მონელებას, ანანასი, პაპაია, კივი. ეს პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ საკვების მონელებას, ამცირებენ გაბერილობას და ხელს უწყობენ სუფთა კუჭნაწლავის ტრაქტს. დღის განმავლობაში ერთი პატარა პორცია ანანასი ან კივი შესანიშნავი დახმარებაა კუჭისთვის. მეოთხე აუცილებელია პრობიოტიკები, ჯანსაღი ნაწლავური ფლორა აუცილებელია სწორი მონელებისთვის. მოიხმარე იოგურტი, კეფირი, მჟავე, კომბოსტო ან მიიღე ბუნებრივი პრობიოტიკები ან ბიოფარმაცევტული დანამატები, რომელიც ბალანსირებს სასარგებლო ბაქტერიებს და ეხმარება კუჭნაწლავის გაწმენდას. გახსოვდეს, რომ უპირატესობა მიენიჭოს ხარისხიან პროდუქტებს კონსერვანტების გარეშე. მეხუთე დროებითი შიმშილი ინტერმიტენტ ფასტინგი არის მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს კუჭს და ნაწლავებს დაისვენონ და განახლდნენ. მაგალითად, მეთოდი, რომელშიც ჭამ მხოლოდ 8 საათიან ფანჯარაში, ხოლო დარჩენილი 16 საათი არიღებს საკვებს. ამ დროს ორგანოებს ეძლევათ დრო და რესურსი გაწმენდის პროცესისთვის. ეს მეთოდი ასევე ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და ცხიმოვანი მოლეკულების უკეთეს დაშლას. მეექვსე მცენარეული ჩაიები, რომლებიც რბილად ასუფთავებენ კუჭნაწლავის ტრაქტს, კამილა, პიტნა, კოჭა, ცერეცო, მწვანე ჩაი ან ლიმონის ბალახი. მათი რეგულარული მოხმარება დღეში 1-2 ფინჯანი ხელს უწყობს ანთების შემცირებას, მონელების გაუმჯობესებას და ნაწლავების რბილ გაწმენდას. მეშვიდე ზომიერი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება საჭმლის მონელებას. თუნდაც 25 წუთიანი სიარული ან ველოსიპედი დღეში უკვე დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე. მერვე მოდუნება და სტრესის მართვა. სტრესი პირდაპირ მოქმედებს კუჭნაწლავის სისტემაზე. ხშირად შფოთვა და ქრონიკული დაძაბულობა იწვევს კუჭის სპაზმებს, გაბერილობას, ნელ-მონელებას და მავნე ბაქტერიების მომრავლებას. ამიტომ ყოველდღიური მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, მუსიკის მოსმენა, ბუნებაში სეირნობა ეხმარება ნაწლავებს მოდუნებაში. მეცხრე ღრმა და ხარისხიანი ძილი ღამით, როცა გძინავს, ორგანიზმი იწყებს რეგენერაციის პროცესს. სწორედ ღრმა ძილის დროს ხდება კუჭნაწლავის სისტემის აღდგენა და ნორმალიზება. ამიტომ ყოველდღიური 7-8 საათიანი მშვიდი ძილი აუცილებელია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდის პროცესში. მეათე უარი გადამუშავებულ პროდუქტებზე, შაქარზე, რაფინირებულ ფქვილზე და გაზიან სასმელებზე. ეს პროდუქტები აუარესებს ნაწლავების მდგომარეობას, ხელს უშლის გაწმენდას და ტოქსინების დაგროვებას. ამიტომ მათი გამორიცხვა ან მაქსიმალური შემცირება პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს გაწმენდილი და ჯანმრთელი კუჭნაწლავისკენ. ასევე მნიშვნელოვანია მეტი ხილი ბოსტნეული ნედლის სახით, რომელიც შეიცავს ფიტონუტრიენტებს, ანტიოქსიდანტებს და ბოჭკოს, რომლებიც ამუშავებენ ნაწლავებს და ასუფთავებენ მათ. გარდა ამისა,
ძალიან ეფექტურია კუჭის მასაჟი მსუბუქი წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით, რაც ეხმარება ნაწლავებს უკეთეს მუშაობაში და მეტ აბსორბციას. ტოქსინების გამოდევნა უფრო ეფექტური ხდება, როცა ერთდროულად ვზრუნავთ როგორც კვებაზე, ისე მოძრაობაზე, ძილზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ გაწმენდის პროცესში სხეული შეიძლება გარკვეული დროით გრძნობდეს თავს, უცნაურად შესაძლოა გაჩნდეს გაზების მომატება ან მეტწილად ინტენსიური მონელება, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი აქტიურად მუშაობს გაწმენდაზე. საბოლოოდ უნდა გახსოვდეს, რომ კუჭ-ნაწლავის გაწმენდა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური ჩვეების ნაკრები, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ საიმედოდ აღადგენს ნაწლავების ბალანსს, აუმჯობესებს მონელებას, ზრდის ენერგიას, ამცირებს გაბერილობას და აძლიერებს იმუნიტეტს. გახსოვდეს, ჯანსაღი მონელება ჯანსაღი სიცოცხლის საწყისია, იპოვე შენი რიტმი, გამოიყენე ბუნებრივი მეთოდები ყოველდღიურობაში, არ დაგავიწყდეს, რომ ორგანიზმს უყვარს თანმიმდევრულობა, რაც უფრო სტაბილურად დაიცავ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად იგრძნობ ცვლილებას ენერგიაში, განწყობაში და ჯანმრთელობაში და შენი სხეული მადლობას გეტყვის მსუბუქი ენერგიული და სიცოცხლით სავსე მდგომარეობით.